მოგესალმებით. გახლავართ რამაზ რიაბუხა, ცხოვრები ქალაქ თბილისში. გვარით წარმომავლობით უკრაინული გვარი მაქვს, ისე ქართველი ვარ. ვარ უსინათლო პირველი ჯგუფის უსინათლო. ამ მოკლედ ეს პროექტი ჩემთვის იყო პირველი დებიუტია ჩემთვის. რა ვიცი, შთაბეჭდილებები საკმაოდ კარგი, პოზიტიური, დადებითი, ყველაფრნაირად მას შემდეგ რაც მოხდა ეს რაც შედგა ჩემი დებიუტი, მას შემდეგ მაქვს ძალიან კარგი მოგონებები ამ ყველაფერზე და საკმაოდ კარგი დადებითი ემოციები. შემიძლია ვთქვა, რომ თუ კი საჭირო იქნება ან ვინმეს თქვათ მოეწონება და ან თქვათ კიდე მეტყვიან, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, ახან რაღაც ერთგვარი ჩემი ასე თქვათ გახარჯვა რაღაც ერთგვარად ემოციურადაც და ისე რომ შესაძლოა ვიღაცას რამეში წარადგეს, სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას. მოგესალმებით, მე ვარ ირმა ჩიხლაძე, მკვეთრად გამოხატული შეშემო უსინათლო, მცირე მხედველი. მეხუთე პროექტია უკვე ჩემთვის, სტუდია ჰერასთან თანამშრომლობა. ვარ აღფრთოვანებული, ძალიან მომწონს ეს პროცესი, ძალიან საინტერესო ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. ძალიან კარგი და ძალიან გულისხმიერი ხალხი არიან, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხელს გვიწყობენ უსინათლოებს აქ მუშაობის პროცესში. მე პირადად ასე ვარ. და იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნება, ძალიან დიდი ემოციები მაქვს, რასაკვირველია, იმიტომ რომ მაინც ეს არის შემოქმედებითი წვა, გინდა არ გინდა, თუმცა სცენა არ არის. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ გვექნება ბევრი დაფინანსებები და ბევრი სპექტაკლები იქნება ჩაწერილი ჩვენ სტუდიაში. მე უკვე ჩვენად განვიხილავ, იმიტომ რომ თითქმის თანამშრომლობ მათთან. მადლობა. მოგესალმებით, მე გახლავართ ალექსანდრე ლაბაძე, მუშაობ უსინათლოთა კულტურის ცენტრში და მე რამდენი წელია, ალბათ მესამე თანამშრომლობ აქტიურად სტუდია ჰერასთან. ეს არის მეხუთე პროექტი რადიო სპექტაკლების, რაც აქ ვარ და ერთი რამე აღსანიშნავი ყველაზე ძალიან, რომ არსებობენ უსინათლოები, რომლებსაც მართლა აქვთ ხელოვნებისადმი, კონკრეტულად თეატრისადმი, მეტყველებისადმი მიდრეკილება და ნეჭი ამისი და ამის შესაძლებლობა ძალიან იშვიათად თუ მიეცემათ ხოლმე და აღსანიშნავია ის, რომ თითოეული ჩვენთაგანი, მოდიმე საკუთარ თავზე ვიტყვი რა, წეღან გავიხუმრე, რომ სცენას სხვანაირი მტვერი აქვს, მაგრამ სტუდიასაც ქონია სხვანაირი ჰაერი, სხვანაირი ატმოსფერო აქვს რა. ადამიანს ერთი სული გაქვს, როდის შემოხვალ, როდის დაიწყებ, ჩაირთვება მიკროფონი, როდის გეტყვის რეჟისორი იქიდან, რომ აბა დავიწყეთ ჩაწერა და მე უკვე რაღაცა სხვა სამყარო იხსნება, რაღაცა სხვანაირად ხედავ, ყველაფერს სხვანაირად აღიქვავ, სხვანაირად გამოხატავ შენს ემოციებს და ეს რა ვიცი დამიჯეროს ალბათ ყველამ, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა ეს ყველაფერი და მე მინდა ძალიან მადლიერების გზნობა გამოვხატო სტუდია ჰერას მიმართ, იმიტომ რომ აქ სხვანაირი ადამიანები მუშაობენ, ძალიან გულისხმიერები, ძალიან თბილები და ისეთ პირობებს გიქმნიან თვითონ სამუშაოდ, რომ ერთი სული გაქვს, როდის მოხვალ, როდის დაიწყებ მუშაობას და არ გინდა რომ დიდხანს არ დამთავრდეს რა, გინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს და გაგრძელდეს უსასრულოდ, სანამ არ გასავადდები, სანამ არ დავარდები, მაგრამ ეს დაღილობა და დავარდნა ესეთი შვების, ესეთი სიამოვნების მომგვრელია, რომ ადამიანი რაღაცა ვერც გამოხატავ ალბათ რა. მეორე დღეს მოდიხარ და ისევ იგივე მეორდება, ისევ ის დადებითი ემოციები, ისევ ის როგორც სასიამოვნო დაღლა. ეს ყველაფერი ალბათ შეუდარებელია და რა ვიცი, ასეთ საქმეს მე მგონი საქართველოში არც აკეთებს არავინ, რასაც სტუდია ჰერა აკეთებს და აძლევს საშუალებას უსინათლო ადამიანებს, რომ თავიანთი ეს მისწრაფებები თავიანთის გამოხატონ და თვითონაც ბედნიერები იყვნენ და თუ ამას კიდე სხვა ადამიანებიც მოისმენენ და ამით რაღაცა პატარა სიამოვნებას იგრძნობენ, ხო, ყველაზე დიდი ეს არის. მადლობა. გამარჯობა.
მე ვარ უსუდან გოგიბერიძე, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ უსინათლო, სუსტად მხედველი. პროფესიით ვარ მათემატიკოსი, ლექტორი. ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოწვევა, მაგრამ ეს გამოწვევა ჩემთვის დაძლევადი აღმოჩნდა, რადგან გარემო შემექმნა აქ ისეთი კომფორტული, რომ დიდი სიამოვნებით მეორეჯერაც მოვიდოდი. თუ დამპატიჟებენ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი ნერვიულობაც გადავიტანე იმ გაგებით, რომ გამოდგებოდა ხმა, არ გამოდგებოდა და მივიღე ძალიან დიდი სიამოვნება, როცა მითხრეს, რომ ხმა გამოდგა. მადლობა ხმის ინჟინერს, პირადად მას მისი თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, ჩემი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა თუ რაღაცა შესაძლებლობები მქონდა ამ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიასთან ვდგავარ მუდმივად. ჰერას დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ჩემი აი იმ ბედნიერი დღეებისთვის, რაცა გავიარე. მართლა მომნატრებია ამ ოთახის სუნი განსაკუთრებით და მართალი გითხრათ, მინდოდა სტუმრად მოსვლა ყოველგვარი ჩაწერების გარეშეც კი. სპექტაკლი ჩემთვის ზოგადად იყო პირველი, როგორც ჩაწერები, საერთოდ სცენაზე არ უმდგარ ვარ არასოდეს და ვფიქრობ დებიუტი შედგა. ეც კი, მადლობა ყველაფრისთვის.